ასე ვთქვათ, დამეხმარა ეს პროგრამა, რომ ჩემი თავდაჯერებულმა ამემაღლებინა ლაპარაკისას ხალხში და ურჩევდი ყველას, ვისაც შესაძლებლობა აქვს და ევროპული სკოლას გვანიჭა, რომ ასე ვთქვათ, მიიღოს მონაწილეობა ესეთ პროგრამებში. მარტო თავდაჯერებულობაში არ გეხმარება ეს ყველაფერი ასევე გეხმარება განათლებას გაძლევს, გამოცდილებას გაძლევს თუ მარტო როგორ უნდა იცხოვრო, იმიტომ რომ მე მაგალითად ბევრი რაღაც შევცვალე ჩემ თავში რაც აქ ვარ და მოკლედ ყველას გირჩევთ რომ თუ გაქვთ ეს შესაძლებლობა და საშუალება რომ წახვიდეთ საზღვარგარეთ ამერიკა არ იყოს თქვა რომელიმე ევროპის ქვეყანაში მიიღეთ მონაწილეობა აუცილებლად და არ გამაზოთ ეს შანსი. სწავლებლების და ლექტორებიც ძალიან გამოირჩევიან, ასე ვთქვათ, უნიკალური ესა აქვთ მიდგომა ბავშვების მიმართ. იციან თუ როგორ უნდა მოერგონ ახალგაზრდებს, მაგალითად ზოგი არის შეიძლება ძალიან ისე ვთქვათ, კაცრი იყოს და ვერ უგებდეს ბავშვებს, მაგრამ ჩვენ ლექტორებს რასაც უყურებ, იციან როგორ უნდა დაელაპარაკონ და კომუნიკაციაში როგორ უნდა შევიდნენ ჩვენ ტოლებთან. და ამას ძალიან ვაფასებ, იმიტომ რომ ბევრს არ შეუძლია ეს. ჩვენ მარტო ასე ვთქვათ, განათლება არ მიგვიღია აქ, ჩვენ ასევე გავედით კამპუსის გარეთაც, ვიყავით ნიუ-იორკში, დავათვალიერეთ ბევრი ადგილი, მაგალითად 9/11-ის მემორიალი, Statue of Liberty, გემით გაგვასერინეს და ძალიან ლამაზი იყო, მომეწონა. კიდევ ვიყავით მოლებში, ვნახეთ აქაური, ასე ვთქვათ, ტრადიციული საჭმელებიც მივირთვით და ეხლა საქართველოსთან შედარებით საჭმელი აქ ძალიან დაბალ დონეზეა და ასე ვთქვათ არც არის ჯანსაღი, იმიტომ რომ სულ არის რაღაც ბურგერები და ასეთი რაღაცეები პოპულარული აქ და საქართველოსთან რო შევადაროთ, საქართველოს მილიარდჯერ უკეთესი, ასე ვთქვათ, კულინარია აქვს. გასცდა შტაბ-ბიჭდილების სხვათა შორის ძალიან კაი კამპუსი არის, კომფორტული ძალიან, ასე ვთქვათ, მინდა აღვნიშნო. ოთახები მოწესრიგებული, იმიტომ რომ სადაც ვიყავ ერთ პროგრამაზე, სახელი ზუსტად არ მახსოვს, იყო მოუწესრიგებელი. აქ კიდევ ანუ ოთახი არის დალაგებული ყოველდღე, სტაფი ზრუნავს მაგაზე. ხალხის თვითონ ძალიან თბილი არის ირგვლივ ამ კამპუსის და ასე ვთქვათ, საშიშროებად ნაკლებია რამე ზედმეტის. და რო შევაჯამოთ, აღვნიშნავ რომ მომეწონა მარტო ლექტორები და განათლება არა, ასე ვთქვათ, გარემოც კამპუსიც.